გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მოპოვებულ ფოტომასალაზე აღბეჭდილია მდინარე ვერეში ჩაშვებული კანალიზაციის ღია კოლექტორი, რომელიც წყნეთის ქუჩიდან გადადიოდა ვერეზე და კრებდა მიმდებარე ტერიტორიის შენობებიდან გამომავალი საკანალიზაციო მილების ნაკადებს. მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო, კრიზისების მართვის შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანალიზაციის დროებითი კოლექტორი ჩაეშვა მდინარეში, რომლის ქვედა წელში მოხალისეები იდგნენ და გამწმენდ და აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. მათ ჰქონდათ უფლება სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ. თუმცა ეს ინფორმაცია მათთვის ისე როგორც ვერესა და მტკვრის წყალთან შეხებაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის არავის მიუწვდია. გარდა იმისა, რომ ამით დაირღვა საზოგადოების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება, დამალული ინფორმაცია დამალული რისკების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ. რისკების არასწორმა გათვლამ და პროგნოზის არ ქონამ კი ერთი მძიმე შედეგი უკვე დააყენა ქვეყანაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა რისკს შეიცავს კანალიზაციის კოლექტორში ჩაშვება დღეების განმავლობაში ადამიანებით სავსე ვერეში. იმათ უნდა დაუკავშირდეთ ჩვენი ფუნქცია მხოლოდ ეპიდემია და დაავადებებია და ეს ჩვენი არ არის. არანაირი ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს და შესაბამისად ყველანაირ მაინც ყოველ შემთხვევაში ჩვენ რეკომენდაციებს ავაძლევთ ჩვენი ცენტრი და შესაბამისად ფუნქციურად ეს ჩვენი ის არ არის და თუ ღმერთმა დაგვიფაროს და მართალია და ბოლომდე ასეთი ინფორმაცია მაშინ ეს მარჯერჯერობით არის. კანალიზაციის მილი ჩაედინება წყალში და საგანგაშო. იქ არის გარკვეული კონცენტრაციების სხვადასხვა ასე თქვა დონეები შეიძლება არსებობდეს და ამ შემთხვევაში კონცენტრაციების გადაჭარბება მაღალი არ არის. თუ ეს დაავადებების საკითხებს ეხება, გარემოს ეროვნული სააგენტო ამ თემასთან ვერანაირად ვერ მოვა ასე თქვა გადაფარვაში დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. დაავადებების გავრცელების ფორმატით გარემოს ეროვნულ სააგენტოს არანაირი ასე ვთქვათ განცხადების გაკეთება და სხვა ინსტიტუციის პასუხისმგებლობებში შესვლა არ შეუძლია. გამომძიებელი რეპორტიორი დაუკავშირდა ჯორჯიან ვოთერენ ფაუერს, რომელსაც დედაქალაქის წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მართვა და კონტროლი ევალება. კომპანიის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს კანალიზაციის ღია კოლექტორის ვერეში ჩაშვების ფაქტი. გვითხრეს, რომ ამის გაკეთება აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის გახდა საჭირო და ქალაქის ხელმძღვანელობის თხოვნით მოხდა. სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ გარემოსა და ჯანდაცვის სისტემაში პრევენციაზე მომუშავე სამსახურისთვის, არც დაავადებათა ეროვნული ცენტრისთვის, არც ჯანდაცვის და სხვა სამსახურებისთვის. ეს კი მაშინ, როცა ქალაქს არ აქვს ცენტრალიზებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი კომპეტენცია, უფლება-მოსილება და ვალდებულება მსგავსი შემთხვევების დროს განეხორციელებინა სანიტარული ზედამხედველობა, შეექმნა ინფორმაციული ბაზა და განესაზღვრა ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება. ეს ყოველგვარ მიზანშეწონილობას მოკლებული ქმედებაა. მოიშალა ხიდები, დაანგრია კოლექტორები და მოხსნა ის ფერდობი, თლიანად რომელზეც იდო და რომელზეც გაედინებოდა ეს ჩვენი საკანალიზაციო კოლექტორი. პირველი გამოსავალი დროებითი ღონისძიება ის იყო, რომ დროებით ჩაგვეშვა, ეს იყო იზოლებითი, დროებითი გამოსავალი, მოიძებნა მხოლოდ ამ კომპანიამ რატომ არ მიმართა დაავადებათა ეროვნულ სააგენტოს, რატომ არ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, მოხალისეები, ორგანიზებულად მუშაობენ იქ, რატომ არ მოხდა მათი გაფრთხილება, რომ ეს წყალი დაბინძურებული იყო ფეკალიებით და საკანალიზაციო მასებით. გასაგებია, ალბათ უნდა გავეკეთებინა ეს განცხადება. 14 ივნისის შეფასებისას სასწორზე უნდა დაიდოს მომხდარის ყველა დეტალი და ისე აიწონოს ინსტიტუციური, უწყებრივი, პოლიტიკური, პროფესიული პასუხისმგებლობის წონა და ხარისხი. ვერეს ხეობაში დარღვეული რეკრეაციული ზონის გამო, ღვთის მდინარის ბუნების გაუთვალისწინებლობისა და კანონების უგულებელყოფით პირდაპირ მის ნაპირზე მოწყობილი სატრანსპორტო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის გამო, ჭალაში აშენებულ სახლებზე შესაბამისი ორგანოების მხრიდან გაცემული ნებართვებისა და ამ ნებართვის გამამყარებელი საკანონმდებლო ბაზის გამო, სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვითი სამსახურების უუნარობის გამო, სახელმწიფომ სწორად უნდა განსაზღვროს თავისი არსებობისა და განვითარების პრიორიტეტები, სახელმწიფო
სახელმწიფომ ხალხის ინტერესებს, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას უნდა მოახმაროს ამავე ხალხისგან შექმნილი ბიუჯეტი. სახელმწიფოს მმართველებს უნდა შეეძლოთ ხალხის დაცვა იმ უფლება-მოვალეობების ფარგლებში, რომელიც მათ ამავე ხალხმა მიანიჭა.